სავარაუდოდ დაკავებულია ოცნების პარტაქტივის წევრი ზაზა მამალაძე, რომელიც კალაძის შტაბთან ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. მასთან ერთად ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სავარაუდოდ დაკავებულია ირაკლი ბუაჩიძეც, რომელიც აქციაზე მოქალაქეებს რეზინის ბიტით უსწორდებოდა. ბანერის დაზიანების გამო დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კალაძის შტაბთან ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით კი 1 პირი დააკავა. ცემის გინების მუქარისა და საქმეების აღძვრის მიუხედავად კალაძის საარჩევნო შტაბი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. მოქალაქეები რამდენიმე ლოკაციიდან სულობით მელიქიშვილის გამზირზე მივიდნენ. ადგილზე ისევ ისმის საპროტესტო შეძახილები. აქტივისტებმა ქართული ოცნების ახალგაზრდულის წევრის გიორგი შუკვანის უბანში საპროტესტო ბანერები გააკრეს. თქვენი მეზობელი ქალებს აფურთხებს, შუკვანის ღირსება ფურთხია. ფრთხილად თქვენი მეზობელი ქოცების ტიტუშკა აწერია ბანერებზე. რუსეთი დრონებით არღვევს პოლონეთის საჰაერო სივრცეს. აბა დავიწყეთ, წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. უკრაინის დაბომბვის პარალელურად დღეს რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ნატოს მეოთხე მუხლი ამოქმედდა. პოლონეთის მოთხოვნის გათვალისწინებით დღეს უკვე შეიკრიბა ჩრდილო ატლანტიკური საბჭო და სიტუაცია განიხილა.